1-ში random არის კატანა. ახლა გააკაცნოს და გაგეგვეჭებოდი. როგორ მეგაჩო შენ გამოჩერე ხელში მომეჭირა დედასულფიცა ვარ მე არ ვიცოდი სომეხა ის რევანში ესეთი გაკეთებული მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო დღეს გადავიღებთ დეტექტივის შემდეგ ეპიზოდს და იმის გამო რომ ცოტა ზედმეტ ნახვები გქონდეს მოვიწვიეთ სტუმარი მოკლედ სადღაც გაქრა და ჩვენთან გაჩნდა ლაშა გელაშვილი ესამებით მე თქვენს ცუდ მეგობრებს ვერ ვიტყვი კარგ მაყურებელს მივესალმები ჩვენს დიდ ცუდ სამეგობროში არიან შესაბამისად მაგიტო მიმართავთ ეს მაყურებელს ვიტყვი რომ აქაც ძალიან პოზიტიურად დამხვდნენ და მე ჯერჯერობით ცუდ მეგობრობის ვერაფერი ვერ შევამჩნიე თუ რამეა მაგასაც გაგიზიარებთ არ არის პრობლემა. წესები არის ძალიან მარტივი. ჩვენ დეტექტივ ბატონ ლაშას თითოეული ჩვენგანი მოუყვება ისტორიას, საიდანაც უნდა დაადგინოს რომელია სიმართლე, რომელი ტყუილი. შემდეგ ბატონი დეტექტივი ერთ ისტორიას მოუყვება ცუდ მეგობარს და ამ ცუდმა მეგობარმა უნდა დაადგინოს ეს ისტორია არის ტყუილი თუ სიმართლე. შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. მოკლედ, დავიწყოთ. აი აქ არის პასუხი. სიმართლეა თუ არა? ახლა მე გეტყვი მოცემულობას. ქორწილში, სადაც მეჯვარე ვიყავი, სიძე დამრჩა. სიძე დაგრჩა და აი კონკრეტულად რო ახსნა, ამდა გაგეულო და ვერ გაუვარე. არა, გაუვარე, ჩემს მანქანაში იჯდა. და რაღაც მომენტში გადავიდა და დავტოვე და წავედი ძალიან დიდი ხანი, ძალიან შორს და მარტო იყავით შენ და შენი სიძე თუ სხვები თან. ჩემი სიძე არ იყო მეჯვარე ვიყავი. შენ სიძეზე უკვე შეატყვე მარტო არ ყოფილვართ მე ვიყავი და მძღოლი იყო და უკან ნამჯდარი იყო სიძე და მაგ შემთხვევაში აღარ აღმოჩნდა იქ. გასაგები ერთი კითხვა მაქვს. რა დაახლოებით შეგიძლია მითხრა აი რა მანძილით გაცდი ამ სიძეს? ალბათ 1.7-8 კილომეტრი. კი. რატო გადმოვიდა ეს სიძე? რაღაცეები აიღო. აი რა აიღო? ტანსაცმელი პირობითად, რომელიც უნდა მიეცა დედოფლისთვის. მიეწოდებინა რაღაცა ნივთი. და კარი რომ მოხურა, მეგონა რომ იჯდა და წავედით. ჩვენ რომ საუბრობდით გზაში, რაღაცა მომენტებში კი უნდა ჩართულიყო ისიც უკნიდან, მაგრამ ვიფიქრეთ რომ რაღაცა მოწყენილია ადამიანი ნერვიულობს რაღაცა და უკნიდან ჩართვები არ იყო. ერთი კითხვა მაქვს. ეს სიძე ტანსაცმელი რომ უნდა აიღო. დაახლოებით ამ ტანსაცმლის აღებას რა დრო დასჭირდებოდა შენი აზრით? ალბათ 10 წამი. 10 წამი. და არ რეკავდა შენთან? ნახევარი საათის მერე დაგვირეკა. და მანამდე რა საკეთებდა? არ ვიცი, წარმოგიდგენთ არ მაქვს, მაგრამ რომ დარეკა, გამიკვირდა მეთქი რატომ ირეკავ თქო და გავხედე უკან და არ იყო. აქ სასაცილო ერთაერთი რაც მეჩვენება, ანუ ჩემს არ არის ხა, ეგ არ არის რეალური, რომ შეიძლება სიძე დაგრჩეს. უბრალოდ რატომაც მგონია, რომ ტყუილია, ჩემს ნახევარებსაც ჩავთავდი რა, ანუ ერთაერთი რატომაც ვაფიქრებს, რომ ტყუილია, თუ 10 წამი გჭირდება, ნახევარი საათი რას უნდა დაეღო, რატო არ უნდა დაგირეკოს შენი აზრი. მე მგონია რომ ნახევარი საათი ხორცელია და აი ნახევარი სადღაცას მიდიხარ და ნახევარი საათი დაკარგე იმაში. გარდა მაგისა მე ერთი არგუმენტი მაქვს, თუ 10 წამი ჭირდება, ძალიან მარტივად შეიძლება ჩაწიო ფანჯარა, გადაყო ხელი, აიღო და კონკრეტული კითხვა, რა გაგინა რო დარეკა? ძალიან ბევრი რამე, ოღონდ საძმაკაცოს პარგლებში. რომ ყოფილიყო აქ ის ამბავი, რომ აი მაგალითად გავცდით და მალევე დარეკა 10 წუთი სჭირდებოდა ამ რაღაცა. აი მაშინ დავიჯერებდი რა, მაგრამ ჩემთვის უბრალოდ დაუჯერებელია, რომ თუ 10 წამი საქმეა, ნახევარი საათი იმ ნივთების აღება იყო 10 წამის საქმე. ხო, რომ გამოვიდა, რომ არ დაგხვდა წესი და რიგით მარტივი, მოქმედება უნდა დარეკო. და თუ არ დარეკავ, ნახევარი საათი მგონი არა რეალური, ამიტომ ამის გამო დავაფიქსებ მე ტყუილზე. თქვენც თუ დამეთანხმებით, რა ვიცი თუ არა მე ის მომწონს რომ შენ სიძესო მეორეჯერ გაუმეორე და იმან გაატარა, მაგრამ მე ახლოს ვარ და მესმის და სიამოვნებს ორჯერ გავადა. სიმართლე გონია? თუ ეს სიმართლეა, მე აუცილებლად შენ სიძეს მივმართავ და ისევ ჩემს სიძეს ეძახის. კომენტარებში აგვიხსნას, ძალიან გთხოვ მაგ ადამიანს, თხოვ რომ კომენტარებში აგვიხსნას რატომ იდგა ნახევარი საათი და რატომ არ რეკავდა ჩვენს ბატონთან რა. მოდი აბა გახსენ. ნახე. ტყუილი. ეს არის
სიმართლე. წარე სიმართლე. ამიტომ ველოდები ძალიან დისტოპიას. თუ გინდა მეგეთყვი რატო იყო ეგ? ნუ შეიტანა რაღაცა ნივთები რომ მიაწოდა, მე შემორჩა ცოტა ხანი და ლაპარაკში გაერთო რა, ეგ იყო და მე ჩვენ ძალიან შორს ვიყავით უკვე წასულები. ავეძიები, მე შენ კითხე რომ ეს ადამიანი რო გამოვიდა 10 წამი და რო ვერ დაგინახათ რა ქნა მეთქი და არა, შენ მითხარი რა. რატო არ დაგიეკატო? კითხვა დასვი ესეთი. რამდენი ხანი დაჭირდებოდა ნივთების აღებასო? მე გითხარი რომ დაახლოებით 10 წამი თქვა. მე ნახევარ საათი რასაკეთებდაო, ეგეც კითხა. კითხე. კი. მოიც კითხვა შეავირი. წარმოდგენა არ მაქვს რასაკეთებდაო, ეგ უპასუხი გიორგი. Shame on you. არა, კითხვაში არავე. რა კითხვაც დამისვა იმაზე უპასუხე მგონი. ცუდად გამომივიდა. რა კითხვას დაგისვა იმაზე უპასუხე, მაგრამ მოატყუე გიორგი. ამიტომ არ პილებია. და მანამდე რასაკეთებდა? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მე ცადერო სიმართლე მე. ეს პრობლემით გაქვს. მე არ ჩავთვლი რა ეს არა. არ მომიტყუებია ხარ. ბათილი არის ჩემი აზრით. ამბობ და კაცი რომ დავიწყო ზურათი. ჩემი. ახლა სიზეს მეძახეს. ახლა ტყუილიო. აბა ლაშა, გისმენთ. მე მაქვს ასეთი ისტორია მოსაყოლი დაახლოებით 2 წელს უკან დავიწყე საქართველოში პირველი საილუზიო შოუს ჩატარება. ილუზიის სამკუთხედი ერქვა ამ შოუს, სადაც 3 ილუზიონისტი ვიღებით მონაწილეობას. ამ შოუმ იმდენად კარგად გაამართლა, რომ თბილისის გარეთაც გავწდით და ბოლოს ჩავატარეთ ბათუმში, საზაფხულო თეატრში და ამ 1000 კაცში მოვიფიქრეთ რაღაცა გრანდიოზული კულმინაციური ნომერი, კატანების ნომერი, სადაც ამ ნომერს აგიღწე რა ხდება 4-5 დევს და მაყურებელი ირჩევს ნომერს. თვითონ რაღაც ბურთს გადავაგდეთ ესე რენდომად, ვისვრით, ვინც დაიჭერს ის სიტყვის ნომერს რა. მაგალითად აირჩია პირველი ნომერი. მე პირველი ილუზიონისტი გება და ესე დიდი ყუთებია. და კიბეებია ყუთების წინ რომ უნდა ახვიდე ყუთის წინ რა ესე ზემოდან უყურებ ამ ყუთს. პირველი ყუთის წინ დადგება რა. მე გადაუგდებ სხვა ადამიანს, ის დაიჭერს სიტყვის ნომერს, მე მეორე ილუზიონისტი ამოვა იმ ნომრის წინ დადგება, მე მესამე დაიჭერს და მესამე ილუზიონისტის განთავსდება მესამე ყუთის წინ, რასაც ის დაასახელებს რა. ანუ ერთი ყუთი რჩება, ასე ვთქვათ, ილუზიონისტის გარეშე. ამ 4 ყუთიდან ერთში რენდომ არის კატანა. დიდი კატანა, ნამდვილი კატანა. და ჩვენი მიზანია რა ნომრებსაც გვეტყვიან, უნდა ავიდეთ და მე უნდა გადმოვხტეთ და უნდა დავეცეთ მოკლედ ამ ყუთს. ეს არის ფოკუსის ფორმატი, ასე ვთქვათ რა. ამ ფოკუსს რო ვამზადებდით, ნუ ახლა გასაკვირი არ არის და მაყურებელსაც ვეტყვით, რომ ნომრის დასაწყისში ჩვენ რა თქმა უნდა წინასწარ ვიცით რა ნომერში დევს ეს კატანა რა. მაგრამ მაყურებელი თვითონ ირჩევს ნომერს. თელი მუღამი ის არის, რომ 4-დან ფოკუსის მუღამი ეგ არის, რომ ის ირჩევს ნამდვილად თავისი ნებით რა. ჩვენი თავიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს ასე ვთქვათ კატანა უნდა აგვერჩია 3 ნომერში იყო რა მოთავსებული და ჩვენი მიზანი იყო, რომ სხვა რიცხვები უნდა დასახელებული იყო რა. მაგრამ ბოლოს დაახლოებით ესე 1 საათით ადრე თქვით, რომ 3 უფრო მეტად დასახელებადი რიცხვია სტატისტიკურად, ვიდრე 2-იანი, ამიტომ გადმოვდეთ კატანა, ან ბოლოს გადაწყდა, რომ 2-იანში უნდა ყოფილიყო კატანა. და სცენარის მიხედვით ჯერ ადიოდა პირველი ილუზიონისტი, მე მეორე და ბოლოს ავდიოდი მე. დასახელდა ჯერ 4 ნომერი, მე დასახელდა 1 ნომერი და ბოლოს დასახელდა 2 ნომერი. როგორია კატანაზე რომ უნდა დაეცა. შენ გიწევს 2 ნომერზე. ხო, მაგრამ მე აღარ მახსოვს რეალურად, რომ მოვტრიალდი მე ჩაულებრივ ავედი, იმიტომ რომ ეს ბოლოს შეცვლილი რაღაც სცენარი აღარ მახსოვს. და მე ავდექი მოკლედ ამ კიბეების წინ დავდექი. მაგ ჩართული არის ხმაც არის მის ძალიან ხმა მაღალი მუსიკა არის ჩართული. როდესაც ავდექი ამ 2 ნომერს რო დავდექი, ანუ კულისებისკენ კი გავიხედე მაინც, მაგრამ და ცოტა ჩოჩქოლი იყო, მაგრამ ნუ რაღაცა ვიფიქრე, რომ სტანდარტული პროცესია, ყველა ფოკუსის პროცესში ეს რაღაცები ხდება ხოლმე. და ამ ცოტა გაიწელა პროცესი, ეს ილუზიონისტები არ ხტებოდნენ და ბოლოს მოკლედ ერთ-ერთი ჩემი დამხმარე გამოვიდა, მუსიკაც გაითიშა და ნომერი შევაჩერეთ, იმიტომ რომ გადმოხტარიყავი, დავეცემოდი კატანისა და ბოდიში მოუხადეთ, აი ესე უხერხულად დასრულდა ჩვენი შოუ ბათუმში.
და მე უნდა გამოვიცნო ეს სიმართლეა თუ არა, ხო, რა თქმა უნდა. ბოდი, საზაფხულო თეატრის მე აღარ გისმენდი და რა. ხელა ისტორია იყო. ახლა არ იმსჯელო, კითხო და სწავლა და ახლა ეს რა იყო სიმართლე, რა თქმა მე უნდა. პირიქით გონია გიო იმდენ დეტალი აქვს დამატებული თან ზედმეტი დეტალი დაგაბნიოს და ჩემი აზრით სიცრუეა თან მithume მე ძალიან მეწყინა რომ ეს ადამიანი ჩემი მაყურებელი არ არის აშკარად. ჰიტა უნდა დაგიძახო. მსგავსი ფიასკო ლაშას არ დაემართებოდა. ნებისმიერი ილუზიონისტი რა დონეზეც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რაღაც შემთხვევაში ფოკუსი არ გამოდის. ვის ლაშას? არა. მიდი მე შეკენო რა, ვის? ერთი კითხვა მაქვს რა, მარტო ეგ ფოკუსი ჰქონდათ თუ სხვაებიც? საათ ნახევრიანი საილუზიო შოუ იყო და ეს იყო კულმინაციური ნომერი. და კულმინაციური ნომრის დროს მოხდა ესეთი რაღაც. ბოდი, მაყურებელს ფული თუ დაუბრუნდეთ, სრული სერიოზულად გეკითხა. რა არ დაუბრუნეთ, იმიტომ რომ იქ იყო 14 ნომერი და ეს იყო მე იქნება მაგისტვის ვიყავი მოსული ასე? არა, ძალიან ცუდი ფოკუსით ხوارცადე გამოზრომა. ოპა! აი თქვი ახლა. არ მე მგონია რომ სიმართლეა. აი რატომაც პირდაპირ ვიძახი რომ ტყუილი მგონია. არ მგონია რომ ყუილი გონია. არ მგონია რომ ასეთი გაქანების ადამიანს კომპლიმენტს მომოფაქ. ასეთი გაქანების ადამიანს ის დაავიწყდეს, რომელშიც ბიჭო შეიძლება დაგავიწყდეს ტრედი სად არის, იმიტომ რომ არ კვდები. კატანა არ დამოვიწყდება, სად არ კვდები. ბიჭო, მე მგონია ტრედი თუ დაგვიწყებია სად არის. მე მგონია რომ ფოკუსებს მე არ ვარ. სიმართლეა, იმიტომ რომ ერთი ისტორია მაქვს ლაშასგან მოსმენილი, ნიჭიერთან დაკავშირებით, სადაც გაგიმართლა რაღაცა ნომერში. და გონია რომ აი ერთხელ ცხოვრებაში რაღაცა არ გამოგივიდა, ერთხელ. და ეგ იყო შენი мотиваცია და ამ ყველაფერს გაგხადა დიდი ილუზია. ამიტომ მე ნახავ და რა ვქნა მეც ტყუილი მგონია უკვე. რა ვქნა? მე ტყუილი მგონიათ. ტყუილია. ადამიანი ან უნდა გარდაიცვალოს, ან არა და როგორ მე დაგავიწყდება. მოვყვები დიდი არის რეალურად. მაგის გარდა მოსაყოლი ისტორია. მე არც ერთი დეტალი არ მომიტყუებია. ერთი ბოდიში სანამ გავაგზელებ, ერთი კარგი არგუმენტი მქონდა, იმიტომ რომ მაგ შოუზე ჩემი ახლობელი იყო. ოპა, მოდი მე ერთ მაგრამ არ რაღაცას მათქვევინე. და გამოუვიდაო ეგრე გითხრა. მე ეს რაღაც ვიტყვი, რომ რაც მოვყევი, აბსოლუტურად ყველაფერი იყო სიმართლე. იმ და მე მართლა დამავიწყდა რომელ ნომერში იყო. ამიტომ რომ მოვტრიალდი, მაყურებელსაც მოვყვები რა, ანუ ამ ისტორია არ მაქვს მოყოლ. მართლა დამავიწყდა რომ მოვტრიალდი, მართლა შევცვალეთ ბოლოს და რომ მოვტრიალდი არ მახსოვდა ორიანზე უნდა ავსულიყავი თუ სამიანზე. მაყურებელმა მითხრა რომ მაყურებელმა აირჩია სამიანი, რეალურად მართლა სამიანი აირჩია რა და ორიანზე იყო ასე ვთქვათ ეს რა ქვია, კატანა. და რომ მოვტრიალდი უცბად ავიბნი ორიანზე უნდა იყოს თუ სამიანზე და რომ მივედი ამ ყუთებთან, მაყურებელს ვეკითხებოდი რომ რომელი აირჩიეთ მეთქი რა, რომ დამეზუსტებინა, რომ ცოტა დროს წელავდი. იქიდან საერთოდ წამოვიდა რომ ეს ყუთი შეცვლას საშუალებას გვაძლევს და ვაფშე რა მაგარია და რაღაც და ნუ ბოლოს სამიანი ავირჩიეთო და ესე მანიშნეს და რო ავედი დედას უფიცა ვარ, მე არ ვიცოდი რომელი ყუთის წინ ვიდექი, ამიტომ ჯერ ერთი გადახტა, დაეცა ყუთზე, ცალე და მე მეორე გადახტა და მე ჩემი დრო რომ მოვიდა, მე გავიხედე კულისებისკენ და ესე იყურებოდნენ ტელეფონზე. მე ავიფიქრე ჩემს სიკვდილს არ გადაუგებდნენ და ესე გადავხდი პირდაპირ. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ კატანა არ იყო მათ. ლაშა რა შეწირე მე დაკალი. ეკითხვა მაქვს. ასე რომ ბოლო კულმინაციური მომენტი რეალურად მოვიტყუე რა. ხო გითხარი არ შეეშლებოდა თქვა. აბა გისმე. ფეგბურთის მაჩზე ვიყავი სომხეთში და სომეხ ტაქსის ერევანში ვესესხე ფული გარკვეული დროით. სანამ ამას გამოიწვევ ჩვენი არხი რო გამოიწვევ, სადმე რო ჩამიკვეთო. კი ახლა გამოიწვევ. თუ ასაშოლები. აბა რამდენი წამია საჭირო რომ ზღვის. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ რა. შენ ეხა მაყურებელსაც ეთამაშები რა. თუ შენ შეაცდინე მაყურებელი, მაგ შემთხვევაში გამოგიწერონ. კი ბატონო. ედეზორი. თუ რამდენი ადამიანი შევაცდინე, მაშინ თქვენ მომწერეთ და მე სათითაოდ გამოგიწერთ. რომ ანალიტიკაში შენ შეგიძლია ნახო ამ კონკრეტულ ვიდეოში რამდენი subscriber-ი მოგემატა და გავარკვევთ ვიდეოს ნახვებიდან გამომდინარე რამდენი ადამიანი შეაცდინე. კი ბატონო. კი ბატონო, ვეცდები მაყურებელს. დიდება ამ მისია. სადაც გავაკეთოთ მე რა. მხოლოდ სიძეებმა გიოსხატებს. რა თქმა უნდა. რომერა მოჭრას. შენ მეუბნები რომ ესე იგი სომხეთში სომეხ ტაქს აღუძმ. პირველში რესპექტი. ერევანში კონკრეტულად გამოვართვი
და რაში დაგჭირდა ეს თანხა? ჯარიმა უნდა გადავხადო. ისი ჯარიმა უნდა გადაგიხადა? რაღაცა გავაქვს პატრულის ჯარიმა, ანუ იქ დავაშავე რაღაცა და უნდა გადავეხადა ჯარიმა და მაკლდებოდა. ძალიან საინტერესოა რომ მომიყვე რა ჯარიმა იყო და სიჩქარის გადაჭარბებაზე იყო ავტობანზე გადავაჭარბე ორჯერ სიჩქარე. იქ და როგორ მოგივიდა ჯარიმა? მე იყო თამაში საბურთალო არარატი და იქ ვიყავით და იქ საზღვარზე დამაჯახეს რომ შენო ჯარიმა გაკო. საზღვარზე თუ დაგაჯახეს ტაქსისტი რა მოგიყვები. ნუ მანამდე ვიყავი ნამყოფი, ხა რომ ქრონომეტრაჟი არავინ, მანამდე ვიყავი ნამყოფი ერთი წლით ადრე და ნუ შევედით, მითხეს რომ თქვენზე რაღაცა პატარა ის ხარვეზი ფიქსირდება. როცა ჩავედით უკვე ერევანში, როცა აღმოჩნდით ძალიან დიდი გზის შემდეგ, რაღაც დამჭა გულში რომ მეთქი აი რაღაცა პრობლემა არ გახდეს და იქ დავიწყე გაყვევა თუ რა პრობლემა იყო და აი მანდ მოხდა უკვე ეგ პროცესი რა, მანდ გადავიყვეთე ტაქსისტსაც და ესესხე ფულიც. და რამდენი გადაიხადე ამ ჯარიმის? სადღაც $70 იყო, ოღონდ მე დავებოდე 600-ს. და რამდენი ესესხე? ზუსტად გეტყვი 120,000 დრამი ესესხე. ანუ ეს 120 დრამი რამდენი დოლარია რა? სადღაც ნახევარი იყო რა ალბათ ერთი $40 იყო. რომელმეც ტაქსისტმა მას ესხა, ხო, სანამ მეგობრებამდე მივიდოდი. შენ აუხსენე ეგ სიტუაცია და კი, რა თქმა უნდა. გასესხა და მე გასესხის შევსო დაუბრუნე. რა თქმა უნდა დაუბრუნე. ვალებს ლანისტერები ვალებს ყოველთვის ვიხდით ჩვენ. შე არის მე ესეთ რაღაცას გავაკეთებ რა. იმდენად პოზიტიური ისტორიაა, რომ ძალიან გამიხარდება რომ სიმართლე იყოს ტაქსის მხრიდანაც. ტაქსისტის მხრიდანაც რა. კარგი ფაქტი იქნება. და ანუ რა თქმა უნდა შენი მხრიდანაც ეჭვი არ მეპარება რომ დაუბრუნებდი. და მგონია რომ ეს სიმართლეა. თქვენ რას ფიქრობთ? რა დააფიქსირე და გახსნე კომენტარს გავაკეთე. თუ შეიძლება მე რა, აი ერთს კომენტარი. ანუ შენ იცი ეს ისტორია თუ რა თქვენ ხმას გაჩვენებულები ხარ? მე ვხვდები რაცა. მაშინ მითხარ? სიმართლეა ჩემი. შენი აზრით? მე კი არა ვიცი მე იქ ვიყავი და შეერ ვიყავი ტელეფონი ამაცალი. ეს დაუტოვა იმ ტაქსის ცოტა ხანი. ტელეფონი ამაცალი მაგრამ შეერ ვიყავი. მაგრამ ვა, ძალიან ჯიგა იმ ტაქსიზე გვიყურებს დარწმუნებული ვარ და მოხდა. სომხური ტიტრები დავადოთ. ჩვენ მოძმე ერზე ცოტა ცუდი სტერეოტიპები ტრიალებს, ძალიან გემრიელი კაცი იყო, გაიგო პრობლემა რაც ჰქონდა და გვერდში დამიდგა რა რომ მიხვდა რომ რა თქმა უნდა ჩვენს ხა საიდანაც წამოვედ რაზეც ვიყავით მართლა თბილისი საბურთალო არარატის თამაში იყო, მართლა იქ ვიყავით, მართლა მეორედ ვიყავით. ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა მაგ ორ დღეში, ერთ-ერთი ეს არის. იქ კითხვა მაქვს. აღარ მაინც და მეჩენთან მომიწია, მაგრამ ფოკუსებს მართლა არ უყურებ? აი დევიდ ბლეინი თუ გაგიგია? არ გაგიგია, თქვენ არცეც არ გაგიგია დევიდ ბლეინი. დევიდი? არა. დათო? კი, და ჩვენი დათო კი. ეს დევიდ ბლეინი რა. ეს green card-ი სადღაც გადავიდა. ფილმში აქ ნათამაშები მე მგონი და ფილმში არ აქვს, ეს არის არაერთი ასე ვთქვათ გინესის რეკორდის მფლობელიც ილუზიონისტი და დღესდღეობით აი როგორც ხო რაღაც პერიოდულად ხო აღვიქვამთ რომ აი მაგალითად დევიდ კოპერფილდი იყო რაღაც ეპოქა შექმნა ხო თუმცა მანამდე იყო რაღაც ჰუდინი და ასე შემდეგ დღევანდელი რეალობის ყველაზე ისეთი ტოპ ტიპი არის დევიდ ბლეინი რომელიც ძალიან დიდი ხანია საილუზიო სფეროში არის ამერიკელი ილუზიონისტი და მე ამ ადამიანს ვიცნობ ოღონდ ვიცნობ რა მხრივ მე მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ერთ-ერთი ინსპირაცია რატომაც მე დავიწყე და მივყვები იმ ჟანრს რაშიც ახლა მე ვარ არის ზუსტად დევიდ ბლეინი რა მის ყველა ნომერი ნანახი მაქვს და ასევე მას აქვს თავისი პეიჯი საკუთარი სადაც ყიდის თავის გამოშვებულ დასტერს მე ვარ კარტების კოლექციონერი ჩემი კარტების ნახევარზე მეტი ეკუთვნის სწორედ ამ საიტიდან გამოწერ დევიდ ბლეინს და მე იმდენად მინდოდა რომ მე ამ ადამიანთან კონტაქტზე გავსულიყავი თავიდან მეილებსაც ვწერდი და ბოლოს მოკლედ ეთყობა არ ვიცი რაღაცა როგორც აქტიური მომხმარებელი გავედი კონტაქტზე ინსტაგრამზეც მაქვს მიწერილი მასთან არაერთხელ და კომუნიკაცია მქონია და ამ ყოველთვის რატო ყვები მე ვარ ნიჭერში ორჯერ გამოსული 2016 წელს და 2020-ში 2020 წლის საფინალო ნომის იდეა ეკუთვნის სწორედ დევიდ ბლეინს მე რაღაცა კრეატივში გავიჭედე ვანახე ჩემი ვიდეოები და ვთხოვე დახმარება და საფინალო ნომრის იდეა მომაწოდა დევიდ ბლეინმა და მე გამოვიდა რომ მე გავიმარჯვე ნიჭერში. მე ვერ ვიტყვი რომ მაგ ნომის გამო მარტო, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ამ ადამიანმა. ფოდეში რა შავლეს იმდენჯერ მეტყვი რომ მიახლოება მაქვს აკრძალული. ვა, საინტერესოა. ბინა რო გაჩუქეს მე ცოტა ხوار გაუნათქვი. არ სჭირდებოდა მაგ ადამიანს, თუმცა კითხებს დაგისვავ ეხლა რა, გამოვშიაც გაიქცა. ილუზიონისტების კომუნიტიში, ანუ მსგავსი სახის დახმარებები თუ არის მიღებული ზოგადად. იცი რა არის, რომ არ მოგატყუო და მე აქ იმისთვის არ მოსული, მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკო.
კი, არის community, მაგრამ მანდაც ინდივიდუალურად შეიძლება მქონია შემთხვევა, რომ მიმიწერა ვიღაცასთან და კომუნიკაციაზე გამოსულა კონტაქტზე, მაგრამ ყოფილა ასევე რომლებიც გასაგები აქვს მიზების გამო ბევრი საქმე აქვს და შეიძლება ან ვერც ნახონ, ან ნახონ და უბრალოდ არ ეცალოთ. აი, ეხა ილუზიონისტების სფეროში რა, ეს დევიდ ბლეინი, მესია, რონალდოა თუ ჯერარდია თუ ვინ არის? აი, მარადონა პელე უფრო არის დევიდ კოპერფილდი და ჰარი ჰუდინი და აი დევიდ ბლეინი არის ახალი თაობის კაკრას მესი რონალდოს კალიბრის ილუზიონისტი. აი, საილუზიო სფეროში რომ ყველა მიცის და დღესაც აქტიურია, ეს არის ადამიანი, რომელიც 7500 მეტრზე აფრინდა ბუშტებით YouTube live stream-ზე იყო გასული და მე იქიდან გადმოხდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ცოცხალ live show-ზე ტყვია დაიჭირა პირით გულისხმობ, რომ შიგნით პატარა დაახლოებით ამხელა რკინის აპარატი ედო და იქ ესროლეს დაახლოებით 1-20 მეტრიანი დისტანციიდან. არის ადამიანი, რომელიც 48 საათის განმავლობაში შუა ქუჩაში რაღაც ძეგლზე პროსტა იდგა. აი, ეხლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მიახლოება გაქვს აკრძალული ძროხი. ჩემ ეს დაგეხმარებოდა. მე ეს მგონია სიმართლე. თან შენ რაღაცა მომენტებში ემოციურად ყვებოდი, აი მერე უკვე მისი საგვირონი საქმეები რომ მოყევი, ემოციურად კიდე პოზიტიურად იყავი განწყობილი. ანუ ის გულის წყვეტა რომ ქონოდა, რომ აი მივწერე და არ დამეხმარა, ეგეთი პოზიტიური ემოცია შეიძლება არ დაგჩენოდა. ამიტომაც მგონია ეს ყველაფერი სიმართლე. მე ისევ იმას ვაწვევ, რომ ლაშა გელაშულს არავის დახმარება არ ჭირდება. მე ისევ მაგას ვაწვევი რა. ეს არის ტყუილი. მე მგონია სიმართლე. მე რაღაცა მიჩხიკინებს რო ტყუილია. შენი ბიძაშვილი ხო იყო მაგ შოუზე და თქვი რამე ახლა მიდი. ზევი დახსნა. ხო იყო. აა ბიჭო, ლაშა გელაშულს არავის დახმარება არ რა პიარს გიკეთებ აქეთ? ზურა ხო ხედავ რომ მიჩხიკინებს რაღაცა რა. ამ ადამიანს ძალიან ვაფასებ. ჩემთვის ნამდვილად ფავორიტი ილუზიონისტია, მაგრამ სამწუხაროდ კომუნიკაცია არასდროს მქონია. მართალი ხარ ლაშა გელაშვილის დახმარებები არის. აუ ბიჭო, ყველა იდეა თავი. შეგიძლია თქვა რომ არც თორნიკერევიას? არ თორნიკერევი. მაგრამ აქ დაждები შეიძლება დაგჭირდეს დახმარება. არ ვიცი, არ ვიცი. შეიძლება გააფუჭოს ლასაგელაშვილი ახლა თავის კითხვებით. სიზმრების თუ გჯერა? არა, აგჯერს ეს არის? არსებობს ხოთაშ. სიზმრების არ გჯერა. ზოგადად არაფერი გესიზმრება ხოლმე? კი. აი, ნახე, ჩემს ფოკუსებში მე ხშირად ვიყენებ ხოლმე სიზმრის თემატიკას. ნუ აი, რაღაც დამესიზმრა და ეს დავწერე და ასე შემდგომ რა, ნუ რაღაც მეტალისტურ ნომრებში. და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაღაც პრეისტორია აქვს რა. მე ვიყავი მე-10 კლასში და ძალიან ახლოს ცხოვრობდი სკოლაში რა. სკოლასთან რა, ნუ დაახლოებით სკოლაში მისასვლელად ჭირდებოდა 5 წუთი გზაზე. ერთ დღეს ვიღვიძებ, ჩამძინებია რა, აი მაღვიძებდნენ ხოლმე, მაგრამ უცბად რომ ჩაგეძინება რა, რაღაცა და 9 საკლია 15 წუთი. ნუ მაგვიანდება, უცბად წამოხტი, ჩავიცვი ეგრევე. ბებია ჩემი იყო მხოლოდ სახლში. გავიდი სამზარეულოში, ბებია ჩემს ჰქონდა უკავე გამზადებული ჩემთვის ჩაი და კარაქიანი პური, რომელიც მივირთვით დაბლიე. ჩანთან მოვიკიდე და გავედი ეგრევე 5 წუთი რო აკლდა სახლიდან რა. სახლიდან რო გავედი, ჩემს გვერდით ცხოვრობს დეიდა ჩემი. და ზუსტად რო გავედი, ხელ მარჯვნივ რო გავიხედე, დამხვდა დეიდა ჩემი, დეიდაშვილთან ერთად. დეიდაშვილი მაშინ იყო დაახლოებით 5 წლის, რომელსაც ეცვა ყვითელი კაბა, რო დამინახა ლაშაო დაიძახა, გამოიქცა და ჩამეხუტა. და ამ დროსვე გამეღვიძა. და რო გამეღვიძა, ზუსტად 9 საკლდა 15 წუთი. ჩამძინებოდა. გავიღვიძე, ავდექი ეგრევე, გავედი სამზარეულოში, სახლში მხოლოდ ბებია ჩემი იყო და მას უკვე ქონდა ჩემთვის გამზადებული ჩაი და კარაქიანი პური. მე უცბად შევჭამე, მივირთვი, მოვიკიდე ჩანთა და გავედი სახლიდან. და გარეთ რომ გავედი, ხელ მარჯვნივ დამხვდა დეიდა ჩემი და დეიდაშვილი. ყვითელ კაბაში რა. ყვითელ კაბაში, რომელსაც დამინახა ლაშაო, გამოიქცა და ჩამეხუტა. ახლა გაარკასუნებს და გაგეღვიძება მიდი. ძალიან საოცარი ისტორია იყო. რა თქვა? ჰიპნოზი გამოგეთა. კითხავიც არა მაქვს. მე ნანახი მაქვს, მე დიკაპრიო შემოდის და რა? ის ტრიალებს რაღაცა და სხვათა შორის მსგავსი სიტუაცია მეც მქონია. ამის ბიძაშვილი რო იყო შენ შოუზე მაშინ შენ გეღვიძება ოღონდ რა ეგეთი რაღაცა აგდოს. შენ გეგვიძება პირველი აი ეგ მომენტი. კაი, მე მაინტერესებს, რომელ სკოლაში დადიოდი? 77. 77. ხო ის რაც არის. მნიშვნელოვანი კითხვა იყო. არ ვიცი 77. ხოტი აფხაზე ძველი ლესელიძის ქუჩა არის და მე თვითონ გრიგოლ ხანსელზე ვცხოვრობდი. აჰა. უთხარი რომ დაიბიცე თქო. ნახე როგორ მე რატომაც ტყუილი მგონია? რატო?
რატომ მოგატყუებდი ამ ყველაფერს? ამიტომ რომ გაგვაცუცურაკო. არა. და ყველას მოგატყუებდი. ვაგიტო მეტი მიზეზი არ არის. ბებოს პატივისცემით ვიტყვი სიმართლეს, დავაფიქსირეთ. მე მგონია რომ ტყუილია, მაგრამ აქტივს სიმართლე. მადლობა ჩემს ბებოს, ხო? დღეს იმ ფორმაში. ხო თქვი. მადლობა ბებოს ნამდვილად. ეს ყველაფერი არის სიმართლე და არც ერთი სიტყვა არ დავიმატებია. მე გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან სოფლის ისტორიას. ტურების ხროვამ ჩუსტები წამართვა. და თვითონ ეცვარ და დარბოდნენ აკეთიკი. ის შუთა გითხე ტურები იტალიაში. იყვარს ეგ ხო. და რომ უფრო კონკრეტულად რო აღმიხწეროთ რა. რამდენი წელი იყავით თქვენ? ფუმფულა ჩუსტები იყო და ჩვენი. სად იყავით 12 წლის ასაკში სად? ხაშურის რაიონი, სოფელი თაგვეთი. ეს გაზარდეს ტურებმა რა, რო იცოდი ახლა ეგ ისტორია. ხოლმე არ იცი რა, რო იცო ტურების გაზრდილია და დონუსი და დონუნუსი. და არცეს კალო. კონუსი და კონუსი. კარგით, რაღაც დეტალები მოდი ჩავეკითხოთ რა. ტურა როგორია კითხები. ხო, რამდენი წელი? ან ჩუსტი. სიბნელიდან ხაშური, გამოვიდახე 6 ტურა. მარტო იყავი? კი, მარტო ვიყავ. და რა გინდა, სად იყავი? დილით მივდიოდი სკოლაში. და სიბნელიდან გამომდინარე? კი, ხაშურში ეხლა სოფელი თაგვეთიდან ხაშურში მივდიოდი სკოლაში. როგორ? სოფელი თაგვეთიდან ხაშურში მივდიოდი სკოლაში. აგვეთიდან თუ იყო კატას უნდა მოეპყრო. ისე ჩუსტები დამოვიდიოდა ხიჯო სკოლაში. 3 საათი გჭირდებათ სკოლიდან, სახლიდან სკოლაში მისასვლელად? კი, და რითი მიდიოდი? ფეხით. უფრო კონკრეტული დეტალები რო შევძინოთ ამ ფაქტს. სოფელში ცხოვრობდი, ასევე ხაშურშიც მაქვს სახლი, სოფლიდან უნდა გამევლო ხაშურის სახლში, ამიღო წიგნები მთელი რაღაც ჩამეცვა და წავსულიყავი შემდეგ სკოლაში. ან ჩუსტები რატო გეცვა? ჩუსტები რატო მიდიოდი 3 საათიან გზაზე? კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩუსტებში. დღემდე კი, როცა ვმუშაობ, მაგით არ გვაქვს ქვედა კადრები აღებული. და სახლში რომ მიდიოდი, იქ რა უნდა გაგეკეთებინა? ჩამეცვა სკოლისთვის მესაუზმა და წავსულიყავი. სასკოლო ჩუსტები უნდა. სასკოლო ჩუსტები. საგარეო ჩუსტები და საშინაო ჩუსტები. თუ შენ მიდიხარ იცი რომ სოფლიდან სკოლაში უნდა წახვიდე, ტანსაცმელს ხო წაიღებ მინიმუმ რა და ანუ რატო ადგები და მე იქ სკოლიდან რომ მოხვალ სახლში დატოვებს ხაშურში გამოიცვლი და მე ისევ სოფელში წამოხვალ? მას ჰიტამ დაასწრო 60 IQ-ს. ნაკლები კი არა. ანუ მე მგონია რომ ანუ ესე ვაფიქსირებ რომ ტყუილია. ეს ტყუილი მგონია. ახლა სიმართლე იყო შეიძლება მუშტერდი. მგონია. აბა. ბიჭო, ტყუილი, მაგრამ სიმართლეზე დაფუძნებული ტყუილი. რო ჩუსტები მქონდა. არა, 12 წელს არ ვიყავი. და უკვე ბოლო რაღაცები ბევრად დიდი გამოვიცა. ვიყავი და არც წაურთმევიათ. ღამე მომიწია წამოშვა, დაახლოებით 17 წლის ვიყავი და რო დავინახე ხმაური და რაღაც ეს თავიდან ზაღლები მეგონა, შუბლისანათი რომ მივონათე, ტურა იყო და ავიღე ეს ჩუსტი და ვესროლე. და გაეკიდა. იმანა იყო და აპარატებიცა იქიდან ესროლა და აქ იყო რომ გადავარდი და დამაეჭებელი ასაკი, და მშობელი მაგას გადავეცი გელაშოს. რო გეთქვა რომ აი ამის მერე ღამე ბევრჯერ მივლია მარტო. ეგ ჩემთვის პრობლემა არის. ჯობათ. ახასტი ისტორია. რა ჩემი მეგობრის ბავშვს შენით აშინებდნენ. აი, გასაგებია. ანუ ამბობ რომ ვიკით დამაყენეთ მეშინი რაღაც. რომ რამხელა იყო ეს ბავშვი? 3 წლის. ახლა არის რვის. ახლა არის რვის. და ეს ბავშვი 3 წლის რომ იყო ჩემს ვიდეოებს უყურებდა? შენს ვიდეოს ის ბავშვი არ უყურებდა, ყველა უყურებდით ერთად. აჰა. შენს ვიდეოს უბრალოდ რო გადადის ხოლმე, ხო, ეხლა იმას არ გეტყვა ლაივში უყურებთ, რო გადადის ხოლმე გადავიდა და დაძაბული მუსიკა და ერთად ვიდეოს რაღაც ნომერს ასრულები. თუ არ ვწდები ნიჭიერის ნახევარფინალი. შეიძლება ვწდები კი. ან კატანებს. ან კატანებს? კატანებს არა ნახევარ. დაძაბული მუსიკა ქონდა და მაგაზე მივხვდით რომ ბავშვი შეიშმუშნა და ამის მერე ეუბნებოდნენ ხოლმე რომ ჭამე თორე ლაშაკილაშვილი მოვა. ანუ აი ეს ბიძია. და გაჭრა ამან? არც ის. აი რო გეთქვა რომ გაჭრაო, მეთქი სადღაც მაწყობ. ეგეც საშიში პიროვნებაც არ არა. ეგ იყო შენი პირველი ნიჭიერის დროს და სხვებს უმესიჯებდა მე და სხვა მოიგო რა. მაგითაც აგერ ის ბავშვი იჯდა და აი სახარ დამანახოთ და უმესიჯებდა და უმესიჯებდა. კარგი, ნახე, მე გეტყვი ესეთ რაღაცას რა. მე მყავს 2 შვილი. ხო და ერთ-ერთი შვილი რომელიც სკოლაში დადის,
თავისი მოკლედ ერთი კლასელი ცოტას აწვალებდა რა. ხო და რომ მითხრა ეს ფაქტი მე ვუთხარი რომ იციან მოკლედ რომ მამამისი ანუ მიცას მამა ილუზიონისტია. ხო და ესეთი რაღაცა უთხარი მე რომ მიხვალთქო თუ კიდე გამაბრაზებ ჩემი მამა მოვა და გაგაქროს რა. და აი ეს რო უთხრა იმ ბავშვს მე საერთოდ აღარ შეუწუხებია რა. არც არავის უნახავს ხო? არა. და გეძები. 3 და 5 წლამდე. აქ არის. ხო და ეს ბავშვი მე სახშიო წავიდა. მისმა მშობელმა ესეთი ისტორია მოგვიყვა რა. რომ გამაბრაზავ რაღაცაზეო და გაბრაზებით უთხარი რომ გაჩერდი თორე ხა გაგაქროფო რა და უცბად ბავშვი მოტრიალ და და შენც ლაშა გელაშვილი ხარ რომ აი ესეთი რაღაცა იყითხა რა. ეს დაშნების მომენტი კი ბატონო არ გამკვირვებია. მოდი ვიტყვი სიმართლეს. თან მაინც პოზიტიურად მაინც ეს ყველაფერი მშობელმაც პოზიტიურად მოგვიყვა ჩვენს ახლა რა თქმა უნდა ხუმრობით უთხარით და ამ ხუმრობამ გაამართლა. მოდი სიმართლეს ვიტყვი შეიძლება თქვენს მიმართ. ჩემი მეგობრების თულს არ გაპატიებ. ბიჭებო დავიცავით. ბიჭებო ამ ისტორიაში მე არ მომიტყვები ამ მართლა. ჩემს ისტორიაში არაფერი სიმართლე არ ყოფილა ძმაო. არაფერი გამოვიდა. თუ დააკვირდი აქედან ჩუმად ვეუბნები სიმართლე. ვერ გავიგე. იმიტომ რომ ძალიან ჩუმად გეუბნებოდი. ვა, გუდიანი კაცი შენგან არ გამო. არ გამო. ეს რას იზამს იცი? ახლა კუდებს უმალავს ამ ყველაფერს რომ ვითომ მოიტყვე, გაიგე და სიმართლე როგორ ჩემსაზე გააკეთა ხო გახსოვს? მაგას აპირებს. შენგან რომელიც სიძე ეს იყო რაშიც არც დავეჭვებულ ვარ და მართლა ვთქვი რომ მეთქი სიმართლეა. ბოდიში. არა ბოდიში პირიქით კარგად იყო. კი ნამდვილად. ხო. ეხლა რას გამიკეთებს მაგის მეშინია? გამოცდილებითაც ეს არ გააკრო, გჭირდება. ჩემი სახელის ნამდვილში ლაშა არ არის. და მე მქვია ლაშა გიორგი. მათ შორის პირადობაში მიწერია ლაშა გიორგი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. და ბავშვობაში ჩვეულებრივ ამ სახელით მომართავენ რა. მაგრამ რაღაც მომენტში სკოლის პერიოდში უფრო გახდა ჩემთვის შემაწუხებელი, იმიტომ რომ თქვათ ესე ბულინგს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ცოტა ცინიკური კომენტარები იყო ხოლმე ახალგაცნობილებში ასე შემდგომ და ამ ფაქტმა იმდენად შემაწუხა, რომ გადავწყვიტე, რომ რომელიღაც სახელი უნდა ამერჩია. ჩემს კლასში 4 გიორგი იყო და 1 ლაშა იყო. ამ ლაშასთან, ასე ვთქვათ, ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა. გადავწყვიტე, რომ ლაშა ყოფილიყო ჩემი სახელი და პირადობაში სამწუხაროდ ვერ შევცვალე, მაგრამ მას შემდეგ ყველასთან მქონდა ნათქვამი, რომ ლაშა უნდა დაეძახათ ჩემთვის. დღესაც კი ჩემი ოჯახის წევრები, მათ შორის დედა ჩემი, მამა ჩემი რაღაც რო ლაშა გიორგის მეძახიან, მაგრამ ფართო აუდიტორიამ გამიცნო როგორც ლაშა გიორგი. დებულება რესტრა ლაშა გიორგი ქვია. პირადობაში მიწერია ლაშა გიორგი გელაშვილი. პირადობაში შეიძლება გეწეროს, მაგრამ პირადობაში. ეგ ნამდვილი პირადობაა? არა, რა თქმა უნდა, ნამდვილი პირადობა, რას ნიშნავს? ტყუილი პირადობა როგორ მოვიტანოთ? ილუზიონისტმა. დავამზადე ხა მე. ილუზიონისტმა. იუსტიციის სახში წავედი. რომელიც ეგან ბავშვაქრობდა? ილუზიონისტმა. ტელეფონი რო აღარ მაქვს, უკვე გაიხანია ჯიბეში. ერთი ბულინგი რო გაიხსენა ლაშა გიორგის. აი მაგალითად იყო ესეთი მომენტი, რომ იძახდნენ ლაშა გიორგი და მე რომ მოვიხდი, არა შენ აგეძახდი, ლაშას უძახდი გიორგი და ესეთ რაღაცებს ამბობდნენ ხოლმე ძირითადად. ლაშა და გიორგი. დისკომფორტი იყო ბულინგი? არა, შენ ვარანცოზე წამოდი არა, გადავიდე. არა, ერთ წამს ნახე, მე არ მithქვამს რომ ბულინგი იყო. აქედან ჩემ კლასელებს მოკითხვა კი ბატონო. არ მაბულინგებდნენ. მე მაქერთხლა ლაშა გელაშვილს ორი სახელი არ ჭირდება. ამიტომ აქ ატყუილი ზო. არა, ზო. მე სიმართლე მოდი, მგონია. ახო ასარა ეს ნახო. პირადობას სიმართლე მგონია მე, სიმართლე მგონია. სიმართლე გონია. კი. მე ყველი მანია ის. არც მოწმობა შევამოწმე. შეგადახე. ელი დავარ. ხო წელი. ჩავიხლით. რა თქვი? უილი მგონია. არ ჩვენე. ჩემი ისტორია, ну ფაქტია, ესეთი რომ ბრმანაწლავი მაქვს უკან. მაინც აღგა უკან ბრმა არის, აი წავიდა ვერ გაიგებ. ტყუილია.
ეგრევე? მოიცა, ქრონომეტრაში ვიჭედებით. მონაწილე გაგუკანდა. საღო. სამი და შემახედე. არა, სრული სერიოზულობით, რაღაც გენეტიკური დაავადება აქვს, ჩემს გვარს რა, ქვია, ხმელთაშუაზე ცხელება. ნამუშევრობა აქვს, როდესაც მუცელი გტკივა. ერთ-ერთ, როდესაც მუცელი ამტკივდა, ეგონათ რომ ბრანაწლავის ბრალი სხვა არ არისო და მიმიყვანეს, რომ უნდა ამოიჭრათ ბრანაწლავი. როდესაც გამსინჯეს, იმ კაცმა მას უკვე ბრანაწლავი ამოჭრილი აქვს. დედაჩემმა რანაირად აქვს, ბავშვს ბრანაწლავი ამოჭრილიო, ანუ დედა ვარ და ვიცი არა აქვს რა. შემდეგ როდესაც ნახეს ბრანაწლავი არის, აი უკანა მხარეს, აი მართლა კუჭი ეფარება და ანუ არაფერი ცხოვრებაში ხელს არ მისვლის, როგორც ვატყობ, მარტო არა მართლა. ნუ ანომალია არის ესეთ რომ ბრანაწლავი მაქვს უკან. აი ეს რომ მომესმინა სიმართლეს ვიტყოდი. მიდი თვითონ ჩავწეროთ. მონაწილეებია სულ ზურგს უმაგრებს. ძალიან საინტერესო ისტორია იყო. აი ის ვქნათ რა ქვია. მე ფოკუს გავაკეთებ. ოღონდ შენ რო დაჯდე. და თქვენ ოთხივე მიიღეთ მონაწილეობას. მოდი კაცო. მეგობრებო, დავალაიქოთ, მე ძალიან ხალისობ და ძალიან კარგი გადაცემა და თუ ვისაც მოგწონთ, ასევე კომენტარებში დაწერეთ, ვის იხიავდით ამ გადაცემაში. და ეს ბიჭები, ცუდი მეგობრები, ეცდებიან რომ ეს ხალხი მოიწვიონ. კომენტარებში დაწერეთ და თან დავალაიქეთ. სანამ ფოკუს დაგისვათ, გოროს 3-დან 3-ო კარგად გავაკეთე შენთან. კი, იდეალურად შეასრულა. ეს ადამიანი ძალიან მომზადებული დამხვდა, სხვებისგან განსხვავებით. დონრებს ამოშენ. პატარა ლაფსუსები არა, ხუმრობ. მე ხელს ხوار გიშლი ესე რო ხედავ. არა, პირიქით თქვენ უნდა გაჩვენოთ, თქვენც უნდა გაჩვენოთ, რომ ყველა კარტი განსხვავებული. არაფერი მართლა გულწრფელად ვამბობ, შეიძლება კამერამ ვისე ვერ დაინახოს, მაგრამ მინდა რომ შენც დაადასტურო, რომ ყველა განსხვავებული აქვს. შავი ჯოკერი რო არ იყო? ნუ მოუძებნით და იქნება. შეიძლება ჯოკრები ამოღებული იყოს. ბოლომდე არ გვანახა. ხო, იქ შეიძლება ბოლოს შეალა. ბოლომდე არ გვანახა. ჯერ შეიძლება ავჩეხოთ. აი, ხე თქვენ გონიათ რომ ჩეხავს, მაგრამ არ ჩეხავს. ვაფშე მოდი ფოკუსი არ გაჩუმდითო იყო ეს ашკარად. ეს ფოკუსი არის მეტწილად შენზე დამოკიდებული. ვიდრე ჩემზე რა. ოკეი, მოკლედ. მაგრამ მე სანამ ფოკუსს დავიწყებ და გაჩვენებ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველას გითხრათ რომ მე აქ მაქვს ერთი კარტი. ვაფიქსირებ კამერასთან ჩემი შარვლის მარცხენა ჯიბეში მაქვს ერთი კარტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემი რა. ოკეი. აი, ნახე ესეთ რაღაცას გავაკეთე. იყო კარგად იყო ეს. მე ვეცდები რომ ერთი კარტი ამოვიო. ანდა შეიძლება კი არ ამოვიდა ფაპატია. ვაფშე შენ გავამართვი. და ნახე ეს რაც უნდა გააკეთო, როცა მოგცემ დასტას, უნდა დაიწყო აი ესე გადათვლა. უნდა მიყურო და სადღაცას, არ ვიცი, საათ შენ გაგიხარდება, უბრალოდ უნდა გაჩერდე, აი. მაგრამ ამას მოდი მე დავждე ახლა თუ რა. მოდი შენ გადაწყვეტე, კარგი? გავამართვი. როდის გაჩერდება? გაიჩეხვით არ გადავჩეხო, ხო? არა, უბრალოდ დაიწყე ნელა გადათვლა და შენ უნდა უყურო და სადღაცას უნდა გააჩერო, როცა შენ გინდა რა. ავიწყო ხო ხმით ცოტა ჩქარა შეგიძლია გააკეთო. არა. ოკეი. სტოპ. თუ შეიძლება. ესა თუ ეს? აი, ეს კარტი. კი. იმიტომ რომ ამაზე ხომართალი ვარ. მაგრამ თუ ფოკუსი ესე თუ არა და ის იყოს. რეალურად სადაც გაჩერდი, ეს ხო, იყო. ეგ არის. არ არის პრობლემა. მაგრამ მე მინდა შენ ცოტა ბერი აუჩქარე. ხო. აი წამის მიასეთში რომ უფრო მეტად რომ გაგეკეთებინა, შეიძლება და გაჩერებულიყავი კაროყავზე. კი ბატონო. მაგრამ შესაძლებელია შენ არ აჩქარებულიყავი, მაგალითად, და გაჩერებულიყავი ცხიან გულზე. მაგრამ ასევე მინდა გითხრა რომ შესაძლებელია რომ იმდენად შორს ასულიყავ, მე მაგით არ მინდა რომ შენ გადაგეწყვეტა. და ეს ყოფილიყო 7-დიანი, 10-დიანი, შეიძლება ნებისმიერი კარტი ყოფილიყო აქედან, აბსოლუტურად მე, მაგრამ შეატომღაც დამაჯვარზე გაჩერდა. და ასევე მე ნომრის დასაწყისში გითხარი რომ მაქვს მხოლოდ ერთი კარტი, ჩემს მარცხენა ჯიბეში. ეს არის დამაჯვარე. გინა გამოვიცნო ეგ კარტი. არა. ერთი კარტია. ია, ერთი. რაღაცას გვატყუებს ბიჭო. ოკეი. და ეს არის მეგობრებო. დამაჯვარი. რაო. როგორი დასაბული ვიყავი. საოცარი. მაგრამ ამ ფოკუსში თელი მუღამიც არის, მე ვთქვი რომ ერთი კარტი მაქვს მეთქი და ბევრი კარტი ამოვიდა, მაგრამ რეალურად მე არ მომიტყუებია. ერთ კარტში გულისხმობდი არა კარტების რაოდენობას,
არამედ პირდაპირ მნიშვნელობით ერთ კარტს და აი აქ ყველა დამაჯვარი. ახლა შემეშინდება არ გამიმართოს, რა დროს არ ჩავხედე პოზიტივი კარტი იქნება დამაჯვარი. ახლა შემეშინდება ძალიან თუ სიმართლეს გეუბნები. ბიჭო, სადაც ის გამოუვიდა. მოიცა ერთი წავი, ნახე, დას და აქ გამოცვალა. ერთი კი ნახე. აი იქ გამოცვალა რა? ანუ ხო, ეს დასტა არ არის, სხვა რა დასტაა. თქმა უნდა, სხვა დასტა არის. ვა, ყველა შეუძლია. თან დამაბნია წეხა თუ ყველა დამაჯვარია, რატო გადათვალა? შეიძლება? კითხვა შემიძლია დაგიშოთ? შეუძლია. მოდი გადაიწყო ჩესდება და სიმართლეს იტყვი. შეიძლება რომ ჯერა რომ შენ შეგეძლო აქ ყველა დამაჯვარი. არა, მე შემეძლო არა, შენ გჯერა რომ აქ დამაჯვარია? კი. ბიჭო, მე არა. არა. მე მგონია რომ ძალიან მაგარი შუტკა იქნებოდა რომ გაგეშალავ თლიანი დასტა დამაჯვარი ამოიღო და დაგო აი მე რადგან იუმორის სფეროში ვარ აი მინდა რომ არ იყოს იქჩვეულებრივი კარტი იყოს გადაშალე დამაჯვარი ამოიღე და დადე მე მგონია რომ არის ყველა დამაჯვარი მან. შენ რას გენიოსა ბიჭო, ერთადერთი დამაბნეველია მან შენ რო დასტა ამოიღე გადაშალე და თითქოს მოძებნე დამაჯვარი. განავნებელი მაგრამ ახლა არ დამაბნიე მაგით. ყვებს რა. ან მართლა მოძებნე და აი მან მაგის გათვალისწინების მიხედვით აუ შეიძლება მე არაფერი არ თქვა 3-0-ზე მაგ და აი რა გავიფუჭო ბიჭო, რა მეც მგონია რომ იქ ყველა დამაჯვარია. აი, როგორ გავაწუწოთ ახლა? არ ვიცი. მე ხო იცი მე ვარ. მე ვამბობ რომ მან სულ ყველა დამაჯვარი დევს. აქ არის მეგობრებო. შენი აბსოლუტურად მაგარია. ყველა კაცი აქ არის. ბიჭო, ერთი მაინც გამოვიცი. მეც გამოვიცანი ზური. იქარი. როგორ ბიჭო რამაინო და შენ გამოჩერე ხელში მე რო მეჭირა. დაკეცო გაშაულ და აღარ იყოს, ეგრე შეიძლება. ეს კაცი სად ვიყიდე იმ საიდზე იმ კაცის საიდზე ბიჭო, ხო, კარტები როა ეხლა შეიძლება კარულ ყავას და ნახე, მიცეოს. ჩემი გადმოსახედიდან მე მართლა თან ორჯერ და დამანახე ამდენი ვიანჯვარი. დამოუკიდებელი ანუ ერთი თავში კარტია მომიტრიალი და სპეციალურად დამანახე ვიანჯვარი. ის მეორე კარტის და მეორედ მე დასტა რომ გადაანაცვლე მან და ძეიდან იყო ერთხელ ვიანჯვარი. რატომ ასოლოდებოდი სადღაც მაგაზე იქნება მეთქი და საერთოდ არ მინდა. შეგიძლია სიმბოლურად რომ ერთი დამაჯვარი გვაჩქო და გავაკრავთ ამ გადაცემას მადლობა აი ეს დამაჯვარი აი, რომელიც ამოიღო ეს დამაჯვარი? აი ეს დამაჯვარი იქნება აი აქ ხელს რომ მოგვიწეროთ. შეგიძლია ძალიან მაგარი ფოკუსია, აი მართლა. აუ ძალიან რა ცოტათი გამოვშტერდი. არა აკი არ იქნება შენ ძალიან მალე ცნობილი გახდები აქ ხელმეთად გავყიდი აი სხვა კითხვა და სვარო ბიჭო რა კითხვა იყო რომ კალბა დამაჯვარია თუ არაო და არის აი მოდის რა ვქნათ სად მე მითხარი სტოპ სტოპ. დამაჯვარია. გადავდებ და გამოვისვებ ეხა ეს საკარტია დამაჯვარია. ეხმარები რა არა დამაჯვარი ვიანჯვარი. ეხლა მაინც გააკეთე არ გამაგიჟო. ხო რა გონია არ არის დამაჯვარი. ერთხელ გააკეთე მე ის გონია ტრიანგულია არ გამაგიჟო. ის გააკეთა ბიჭო. სორი გადავ, საგო. მოიცა ყველა კაცს თუ წავარდეთ აღარ ეკნება ფოკუსი. საგო. არა მოკლედ, ისეთი მაგარი ფოკუსები იყო, აღფრთოვანდით და მოგშივდა. და მოგშივდა. და რა თქმა უნდა, ჩვენ გაგიკვირდება და გვყავს სპონსორი. ბურგერ ბარი ჰილი და შეგიძლია მიხვიდე 200 ლარიან ვაუჩერს გადმოგცემთ და იქ ფოკუსებითაც და ჩვენი ვაუჩერით შეგიძლია შეგიძლია ბურგერი გა კი, ზუსტად. შეგიძლია მიხვიდე და მადლობა ჰილს და აუცილებლად მადლობა შენ. მოწვევისთვის აუ ძალიან მაგარი ფოკუსი. გადაცემაში თუ არ გამოჩდით, მიმართეთ. მადლობა ლაშა. ეს ხელება რო გამიქრო რა ცოტა